მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე თუ რას საუბრობენ თქვენ ზურგს უკან ზოგადად ადამიანები. ცხადია, ზოგადად ეს არ უნდა გვაინტერესებდეს, იმიტომ რომ ვინც რას საუბრობს ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა არის, ხო? მაგრამ ხანდახან საინტერესო არის ასეთ საკითხებს თვალი გადავავლოთ. ამიტომაც მოდით ვნახოთ რას საუბრობენ თქვენს ზურგს უკან. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. რას საუბრობენ თქვენს ზურგს უკან? რას საუბრობენ პირველი ვარიანტის ზურგს უკან და რას საუბრობენ მეორე ვარიანტის ზურგს უკან? ქვებსაც ახლავე დავამატებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ ის მინერალი, ის ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიები დავაბალანსოთ. ლაიქებით, კომენტარებით შესაძლოა. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რას საუბრობენ თქვენს ზურგს უკან? პენტაკლების რვიანი. საუბრობენ იმას, რომ თქვენ ხართ ასეთი შრომის მოყვარე, გიყვართ ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე. სხვათა შორის აქ მოდის ძალიან ბევრი თქვენი შექება, რომ თქვენ ასეთი ყოჩაღი ხართ, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება ერთდროულად შეგიძლიათ. განსაკუთრებით სამსახურში მიდის რაღაც ისეთი საუბრები, რომ აი ძალიან მაგარი არისო, პროფესიონალი არისო, ნამდვილად შეუძლია ძალიან ბევრის გაკეთებო, ზედმეტად ბევრსაც კი იღებს საკუთარ თავზეო, რასაც ქვია თან გადაყვება ხოლმეო, დაუშვათ კლიენტები შეიძლება საუბრობდნენ ასე, ხო? და ზოგადად მოდის ასეთი საუბრები თქვენი უშუალოდ შრომის მოყვარეობაზე. დავამატოთ არკანები, თავისით გადმოხდა არკანი ვარსკვლავი. იცით, ეს არკანი რადგანაც თავისით ამოხდა დასტიდან, აღსანიშნავი იქნება ისიც, რომ ბევრ თქვენგანზე ასეთი საუბრებიც მიდის, რომ თქვენ ძალიან მიზანდასახული ხართ და რაღაც თქვენი კონკრეტული ოცნებისთვის თუ სურვილისთვის აბსოლუტურად ყველაფერს წირავთ და ძალიან ბევრს მუშაობთ. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რას საუბრობენ პირველი ვარიანტის ზურგს უკან. რა საუბრები მიმდინარეობს? ნახეთ, ბევრი გაქვთ ნამდვილად გადატანილი. სხვათა შორის არ გამოვრიცხავდი იმასაც, რომ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში იყოს გადატანილი რაღაც, როგორ ვთქვა, ძლავრი და საკმაოდ მტკივნეული რეალობა, მაგალითად ვინმე თქვენი ახლობლის გარდაცვალება, იმიტომ რომ აი რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა, თუ რაღაც მსგავსი იყო თქვენს რეალობაში, ახლო წარსულში, რა თქმა უნდა ამის შესახებ იქნება ბევრი საუბრები, რომ აი ბევრი გადაიტანაო, ხოლო თუ არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ამ შემთხვევაში დამშვიდდით, სანერვიულო არაფერი არ არის, უბრალოდ აქ არკანებმა გვიჩვენეს ის, რომ თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ გადატანილი, ასევე არის საუბრები იმის შესახებ, რომ თქვენ მუდმივად რაღაც ტრანსფორმაციულ ენერგიებში ხართ, მუდმივად იცვლებით, მუდმივად ცვლით საკუთარ რეალობას და გუშინ თუ ასეთი და ასეთი ხასიათები გქონდათ, დღეს და ხვალ სულ სხვანაირი ხასიათები გაქვთ. თქვენ მუდმივად იცვლებით და ნახეთ, ასევე ახლო წარსულში მოხდა თითქოს, ახლო წარსულში რა ბოლო 1 წელიწადის განმავლობაში თქვენი რაღაც იმდენად მძლავრი ტრანსფორმაცია, აი ფუნდამენტალურად ჩამოიშალა თითქოს თქვენი ქცევები, ქმედებები, დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ. და აი თითქოს ამაზე არის ხშირად საუბრები, რომ აი რა ძალიან შეიცვალაო, ზოგი რა თქმა უნდა პირდაპირ გეტყვით და გლანძღავთ, რომ აი შეიცვალაო და ვეღარ ვცნობო, ზოგი პირიქით ფიქრობს, რომ აი რამდენად კარგი ტრანსფორმაცია გაიარა, მეც მინდა ასეთიო, მაგრამ იცით, როდესაც ადამიანი იცვლება და ვითარდება, ნებისმიერ შემთხვევაში ბევრს არ მოსწონს ხოლმე ეს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ
ვიცვლებით ჩვენ აღარ ვართ ისეთები როგორებიც აქამდე ვიყავით და რა თქმა უნდა თავიდან უწევთ ადამიანებს როგორც ჩვენი შესწავლა ასევე ჩვენი манипуляციები ნამდვილად აღარ არის ხოლმე მარტივი, ხო? კიდევ პენტაკლების 5-იანი, პენტაკლების 3-იანი და პენტაკლების 5-იანი. ნახეთ, აქ არის საუბრები იმის შესახებ, რომ ბევრმა ნამდვილად არ იცის თქვენს რეალობაში რა ხდება, თითქოს ბევრისთვის იდუმალი პიროვნება ხართ და რაღაც ასეთი მომენტები მოდის, რომ აი ზოგადად მონახაზი თითქოს იციან იმისა თუ რა ხდება თქვენს რეალობაში, ასე თუ ისე, მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლომდე არავინ არ იცის და ყველას აინტერესებს ეს აი ფარდის იქით მოდით ასე ვიტყვი რა ხდება? რა ხდება თქვენს რეალობაში? და აშკარად აქ რაღაც ემოციური კრიზისი გაქვთ გადატანილი, რომელზედაც ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ აი ასეთი რაღაც სიმძიმე გაქვთ გადატანილი, მაგრამ მაინც ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ კომუნიკაბელურობა, ხასიათი და ასე შემდეგ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ასეთი მოკლე საჯარო გაშლა გქონდა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, რა საუბრობენ თქვენ ზურგს უკან. ანუ აქ უკვე არკანის სამყარო ამოვიდა თავისით, ეს გახლავთ უფროსი არკანი და პირველ რიგში რა თქმა უნდა აქ მოდის ასეთი საუბრები იმის შესახებ, რომ თქვენ მუდმივად ვითარდებით, თქვენ მუდმივად იზრდებით, თქვენი მსოფლმხედვეობა მუდმივად ფართოვდება. ხშირი არის საუბრები იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ საკმაოდ ცვალებადი პიროვნება, სხვათა შორის, ეს პირველ ვარიანტთანაც ასეთი ინფორმაცია იყო და აქაც აშკარად ხედავთ ასეთ სურათს, რომ არის საუბრები ამის შესახებ, რომ თქვენ აი რაღაც ძლავრ ტრანსფორმაციებში ხართ ძალიან ხშირად და დღეს თუ კონკრეტული ხასიათები გქონდათ და კონკრეტული პერსონაჟი, მოდით ასე ვიტყვი, ხვალ სრულიად სხვანაირი პიროვნება ხართ. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რა საუბრობენ მეორე ვარიანტის შესახებ მათ ზურგს უკან. რა საუბრობენ? საუბრობენ იმას, რომ თქვენ პრინციპში არასდროს არაფერი არ გიჭირთ სხვათა შორის, მაგრამ ეს მოდის რაღაც შურიანი სიტყვებით, ენერგიებით, იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანები ხედავენ თქვენს რეალობას, ხედავენ იმას, რომ თქვენს რეალობაში ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პიროვნების ცხოვრებაში არის როგორც რაღაც თავისი პლუსები და დადებითი მხარეები, ასევე რა თქმა უნდა თავისი მინუსები და უარყოფითი მხარეები. ხედავენ იმას, რომ თქვენ შესაძლოა რაღაც მომენტებში გქონდეთ ან ფინანსური კრიზისები, ან ემოციური კრიზისები, რაღაც სირთულეებს ეხებოდეთ. კონკრეტული მამაკაცი შეიძლება იყოს სხვათა შორის აქ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს თქვენზე იდომინიროს და ცუდად გექცევათ. ან კონკრეტული მამაკაცი განსაკუთრებულად ხშირად საუბრობდეს თქვენ შესახებ ზურგს უკან ნეგატიური თვალსაზრისით. მაგრამ ნახეთ, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი რაღაც შურიანი სიტყვები მოდის, რომ აი ამას რა უჭირსო, ამას რა უნდაო. აი მაგასთან ხო ყველაფერი კარგადაა, რა უჭირს საერთოდო. და იცით, ხანდახან ადამიანის რეალობაში, როდესაც არის რაღაც ცოტა სპეციფიური პლუსი, აი დავუშვათ ჩემს მაგალითს მოვიყვან, მაგალითად თქვენ მე მიცნობთ როგორც ტაროლოგს, ხო? და მე თქვენთვის ვშლი ტაროს, ეს არის ჩვეულებრივად ჩემი პროფესია და რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში მე გადავწყვიტე, რომ შემიძლია არ ვიმუშაო რაღაც ჭყალებში ჩვეულებრივ სამსახურებში, თუმცა ჩვეულებრივი სამსახური არ არსებობს, ხო? და გადავწყვიტე, რომ ვიმუშაო სახლიდან, მხოლოდ ამ სფეროს ვუძღვნა საკუთარი თავი. და ნახეთ, ძალიან ბევრ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეშურდა ჩემი, ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის პირშიც, მაგრამ უფრო მეტად ზურგს უკან ამბობდნენ იმას, რომ აი ამას რა უჭირსო, ეს სახლში ზის არაფერს არ აკეთებსო და ფული თავში ეცემაო, როდესაც ეს ასე საერთოდ არ არის ნამდვილად. და ნახეთ, ადამიანებს შეშურდათ რისი? შეშურდათ იმის, რომ რა თქმა უნდა მე მაქვს ჩემთვის სასურველი პროფესია ეს ერთი და რა თქმა უნდა იმის, რომ მე არ ვარ იძულებული სახლიდან გავიდე. უხეშად რომ ითქვას. და იცით, როდესაც ასეთი ოდნავ განსხვავებული რაღაც ხდება ჩვენს რეალობაში,
ამ დროს ძალიან ხშირად ადამიანები პირდაპირ გაგებით წკდებიან შუურით. და ნახეთ, ადამიანები ხედავენ თქვენს არასასიამოვნო რეალობებსაც, მაგრამ ძირითადად საუბრობენ იმას, რომ თქვენ არაფერი არ გიჭირთ, თქვენ ხართ ფუფუნებაში, კომფორტში, მაგრად ხართ, კარგად ხართ, გადასარევად ხართ. თუ თქვენ მამაკაცი ხართ, საუბრობენ იმის შესახებ, რომ თქვენ ცოტა თავშიავარდნილი ხართ და ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარი თავის შესახებ, ხოლო თუ თქვენ ხართ ქალბატონი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ აქ მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ კონკრეტული მამაკაცი არის თქვენს რეალობაში, რომელიც რაღაცნაირად არცე კარგად დომინირებს თქვენზე, ცდილობს, რომ თქვენი პირადი სივრცე დაარღვიოს. და ასევე აქ ხედავ კიდევ ერთ პიროვნებას, მამაკაცს, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, კონკრეტული მამაკაცი საუბრობს თქვენ ზურგს უკან და მაქსიმალურად ცდილობს თქვენი რეპუტაციის გაფუჭებას პირდაპირ გეუბნებით. გამოსდის თუ არა? ნახოთ. ვერ ვიტყოდი რომ გამოსდის მეთქი, ელოდება რაღაც შედეგებს, მაგრამ ხო, დროთა დრო შეიძლება ზოგ არცე ნორმალურ ადამიანთან გამოსდიოდეს ნამდვილად, ზოგ ზედაპირულ ადამიანთან, რომლებსაც არ გააჩნიათ კრიტიკის მხარე, მათთან რა თქმა უნდა გამოსდის ხოლმე, მაგრამ ძირითადად არ გამოსდის. უბრალოდ იცოდეთ ამის შესახებ და ვფიქრობ თქვენ კარგად ხვდებით ვიზედაც მაქვს ახლა საუბარი მე. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.